გამარჯობა. ახლა მინდა კიდე ერთი მეტად საინტერესო მონაკვეთი გაჩვენოთ. ერთი შეხედვით თითქოს უწყინარი, მაგრამ ამ მონაკვეთს დამწყები კი არა, ბევრი გამოცდილი მძღოლიც არ ითვალისწინებს. როგორც ხედავთ, მარჯვნივ მაქვს ავტობუსის ზოლი, ხო? ეხლა ვიმყოფები გაგანის მოედნიდან მოვდივარ და უნდა შევხვიო ვაჟაზე. აუცილებლად ვაკვირდები სარკეში, არის ტრანსპორტი, ანუ ავტობუსი ან მარშრუტკა ხო არ მოდის და რატო? ნახეთ, მე როცა შევხვევ მარჯვნივ, აი კაკრას დაგვერთ ხაშუქნიშანი და კარგი დრო მექნება ასე ახსნებით. და სავარაუდოდ აი ავტობუსიც დამეთქვა მარჯვნივ. ეხლა ნახეთ, აქ არის ორი ზოლი, ხო? მარცხნივ ყავს სამანქანო ზოლი, მარჯვნივ აქვს ავტობუსის ზოლი. მე რომ ამ ავტობუსის არიდება დავიწყო უხეშად და შევიდე მარცხენა ზოლში, აი მარცხენა მანქანებს ჩაუკეტავ ზოლს. მაგრამ რო არ დაველოდო ამ ავტობუსს, შევიქმნი საფრთხეს, ხო? ან უნდა ჩაუჭრა ავტობუსს, ან უნდა ახლოს ჩავარ და ესე იგი რა ხდება? ვარ გაჩერებული, ველოდები ავტობუსს და რადგან აქ ავტობუსი უქმდება, ჩემი სამანქანო ზოლი და ავტობუსის ზოლი შედის ერთ ზოლში. აქ თითქოს აი შვიდად შემოვხვე, მაგრამ ბევრი ჩქარობს, ბევრი სწრაფად ცდილობს გავას და ხშირ შემთხვევაში იქნება საავარიო სიტუაციებიც კი. ამიტომ კარგად დააკვირდით, აუცილებლად უნდა შეაფასოთ, სად უქმდება ავტობუსის ზოლი, სად ერთიანდება და სად ფართოვდება ცალკე ზოლები. მადლობა.